მოკლედ დაკავების დღიდან 7 დღე გავიდა. პირველი რაც მინდა ვთქვა, ჩემთვის სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმით, რომ პოლიციაშიც და საპატიმრო დაწესებულებაშიც ძალიან კორექტულად და ძალიან კანონიერად იქცევიან, რამაც გამაკვირვა და ასევე მესიამოვნო. მადლობა მათ. ამ უწყებებშიც არიან ადამიანები ჯერ კიდე, რომლებისთვისაც კანონი უზენაესია და წესიერად და ადამიანურად ექცევიან პატიმრებს. მადლობა ამისთვის. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის ბრძოლის ნაწილი. ციხე არ უნდა შეგვაშინოს. არ არის კატასტროფა ციხე. ყველა შეიძლება მოხდეს, ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს საპატიმრო დაწესებულებაში. თავარია სამართლიანი ბრძოლისათვის იყო ციხეში. სამართლიანი ბრძოლისათვის და ამ ბრძოლის გზაზე ყველაფერი მოსალოდნელია. ამ დღეების განმავლობაში ბევრი რამეზე მიფიქრია, განსაკუთრებით იმაზე, რამდენად უფრო ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ისევ იმაზე ვრჩები, რომ აუცილებელი არის ქუჩის პროტესტი, აუცილებელი არის რუსთაველი, აუცილებელი არის გადაკეტვა, აუცილებელი არის ამ ქვეყანაში პროტესტის მუხტის აწევა. პროტესტი, რომელიც ოჯახებშია, შენობებშია, სახლებშია, უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ვიდრე ამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები არ მოვა, ვიდრე სინისი პატიმრები არ განთავისუფლდება, ვიდრე ევროპულ გზას არ დაადგება ჩვენი ქვეყანა, ვიდრე სამართლიანობა არ დაისადგურებს, ვიდრე სამართლიანი სასამართლო, პოლიცია და უწყებები არ გვექნება, მანამდე სამწუხაროდ უნდა ვიდგეთ ქუჩაში და ეს ყველაფერი ჩვენი ბრძოლით, ჩვენი შრომით უნდა მოუტანოთ ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება, რა თქმა უნდა, უკომპრომისოდ, რა თქმა უნდა, თავგანწირულად და ყველა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ შეიძლება საპატიმროში მოხდეს. ოღონდ არ უნდა შეეშინდეთ. ამისათვის ბრძოლა არ უნდა შეწყვიტონ. ჩვეულებრივი ცხოვრებაა საპატიმროებშიც. ჩვეულებრივი ცხოვრება, აქედან გამომდინარე, არანაირი შიში არ არსებობს. ეს შიში უნდა დავძლიოთ ყველგან, ქუჩაში, საპატიმროში, დარბევების დროს და ასე შემდეგ და ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ აუცილებლად სამშვიდობოზე. ამას ჩვენ მოვახერხებთ. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ამის რესურსი და პოტენციალი გაგვაჩნია. თავარია ეხლა ერთ მუშტად შევიკრათ, ვისაც პროტესტი გაგვაჩნია, გამოვიდეთ ქუჩაში და ყველაფერს უსამართლოს უთხრათ არა და ამ ქვეყანას მოუტანოთ ცვლილებები.